ჩვენ კი ვამბობთ ხოლმე, მე ვამბობ ხოლმე, რომ არ უნდა ვუპასუხოთ ქართველ რუსებს, ქართულ გვარიან რუსებს, ბიზნეს უშუალოდ და გამობიძინებულებს, კობახიძეს, დინარაძეს, პაპუაშვილს, სხვებს, კალაძეს, წულუკიანს. და არც ბიზნეს უნდა ვუპასუხოთ ხოლმე, რომელიც თავის მხრივ რასაკვირველია გამოპუტინებულია. მაგრამ ხანდახან წამეფიქრება ხოლმე, რომ აი ეს სტრატეგია ქართველი რუსებისათვის პასუხის არ გაცემა პრინციპში მაინც შესაძლოა არის მცდარი, იმიტომ რომ როდესაც პასუხს გასცემ, თუნდაც ერთ კინკილა ამომრჩეველზე, მოქალაქეზე შეიძლება თეორიულად მოახდინო გავლენა, ის მოაქციო საქართველოსკენ ის ერთი ამომრჩეველი და სულაც არ ჩაუტოვო ბიზნეს და გამობიძინებულებს ტვინის გასარეცხად საჯიჯგნად მერქი ასეც შემიძლია ვთქვა. ეს ქართველი რუსები, კობახიძე, დინარაძე, პაპუაშვილი, წულუკიანი, სუბარი და სხვები ყოველდღიურად იმგვარ სიმახინჯეებს და არასწორ სიტყვებს ამბობენ, წარმოთქვამენ ხოლმე, რომ მათ რომ სდიო მესამეს მხრივ პრაქტიკულად ვერ დაეწევით, რო არ გეყოფა. აი ამ წუთებშიც კი შესაძლოა გამოდის რომელიმე ერთი მათგანი, არ ვიცი ვინ, ასე მაგალითად დინარაძე ან პაპუაშვილი და ამბობს იმას, რასაც საშინელი ცუდი სიტყვაა, ხო? სახელმწიფოსთვის საზიანო დამანგრეველია და ახლა ამას რომ უპასუხებ, შეიძლება ნახევარ საათში რომელიმე სხვა გამოვიდეს და იმგვარ რამე თქვას, რომ მე უკვე იმას უნდა იუპასუხო და ბევრნი არიან ესენი ამ მცირე დაჯგუფებიდან, ვინც სიგიჟეს ამატებს, ვინც ფსკერზე ხრეთს თუ ხრიტავს. მაგრამ არსებობს მეოთხე მხრივ თემები და საკითხები, რომლებსაც უპასუხოდ ვერ დატოვებ უბრალოდ. და როცა ფიქრობ, როგორ უნდა უპასუხო, რა პასუხი უნდა დაახვედრო, ცოტა გიჭირს კიდეც. გიჭირს არა იმდენად არგუმენტების მოზიება, ეს სულაც არ არის რთული, არამედ ესე ცალკარში თამაში გიჭირს, ის ხომ დებატში არ შემოდის შენთან. ის ხომ ასე დააბრეხვებს ხოლმე რამე სიტყვას და მე მიდიდას დიე. პასუხობენ განა არა მოქალაქეები ამ პაპუაშვილებს და კობახიძეებს, განა არ პასუხობენ. მაგრამ ეს პაპუაშვილები და კობახიძეები ნაცვლად იმისა, რომ შეისმინონ, დაფიქრდნენ, თვითკრიტიკულნი იყვნენ, გამოასწორონ, გადააკეთონ, განმარტონ და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მეტადვნებენ ამ ქვეყანას, კიდევ უფრო უარეს ამბობენ. ახლა მე მოგასმეინებთ თეა წულუკიანი რუსის, სხვანაირად როგორ უნდა უწოდო. სულ რომ არ მინდოდეს ასე მოხსენიება მისი ან ნებისმიერი მათგანისა, აი ამას და ამგვარობას როცა უყურებ, თვალყურს ადევნებ, უსმენ, ბუნებრივად შენ ვალდებული ხარ თითქოს როგორც თანამედროვეების წინაშე, საზოგადოების წინაშე, ქვეყნის წინაშე, მომავლის წინაშე ვალდებული ხარ თითქოს კი არა, ნამდვილად რომ სწორედ ასე მოიხსენიო ამ შემთხვევაში თეა წულუკიანი. ნახეთ რას ამბობს, აი ხაი ჩავრთავ. მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიგზავნოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას საინტერესო პასაჟია, შევაჩერე. ვინ აუგზავნოს თეა წულუკიანს ამ კითხვის დასმას? ვერც ვერასოდეს აუგზავნოს კითხვის დასმას დემოკრატიულ საზოგადოებაში. მაგრამ არსებობს საკითხები და კითხვები, რომლებიც პასუხგაცემულია იმ თავითვე. მაგალითად, შეიძლება თუ არა დავსვათ ამგვარი კითხვა, არის თუ არა დედამიწა სამკუთხედი. ბუნებრივია, ეს კითხვა შეგიძლიათ დასვათ, ქალბატონ წულუკიანს თუ ბატონ დინარაძეს შეუძლია ამ კითხვის დასმა, მაგრამ თავისთავად ცხადია, ეს კითხვა უაზრო კითხვაა, იმიტომ რომ დედამიწა ყველამ ვიცით, რომ არის მრგვალი, თუმცა არსებობს რაღაც ბრტყელი დედამიწის
თაობაზე თეორია, რომელსაც რაღაც არ ვიცი, რამდენიმე მილიონი, თუ არ ვცდები 2 მილიონი მომხრე ხავს, მაგრამ ამ 2 მილიონიანი ჯგუფთან 2 მილიონიანი ჯგუფთან დისკუსიაში შესვლა რაღაც აბსურდულ თეორიას ანვითარებენ, ცხადია, უაზროა. სხვა კითხვაც არსებობს ჭყალებში ლეგიტიმური. მაგალითად არის თუ არა ჯომოლუნგმა ყველაზე მაღალი მწვერვალი. ვინმე რო თქვას, მაქვს თუ არა უფლება რომ დავსვა კითხვა, არის თუ არა ჯომოლუნგმა ყველაზე მაღალი? არის, უკვე მოცემულობა. ამგვარ კითხვათა რანგში ჩვენთვის, ქართველებისთვის, არა ბურიატებისთვის, არა ეხლა უკვე ის ეროვნება დავასახელე და ეხლა უკვე რაღაც ქალაქს დავას, არა მოსკოველების უმრავლესობისათვის და ასე შემდეგ. ქართველებისთვის ამგვარ კითხვათა რანგში გადის ესეთი კითხვა: არის თუ არა რუსეთი მტერი? ეხლა კალბატონ წულუკიანს შეუძლია თქვას, რომ მე მაქვს თუ არა უფლება რომ დავსვა კითხვაო, მაგრამ უაზროა ამ კითხვის დასმა, იმიტომ რომ მოცემულობა ამგვარი, რომ რუსეთი არის მტერი. ეხლა თვითონ დასვას კითხვა თუ რუსეთის თაობაზე და თუ დედამიწის სიმრგვალის თაობაზე და თუ ის რომელსაც ახლა შემოგთავაზეთ და თავადვე უპასუხოს, მაგრამ ჩვენ რეაქცია ცხადია უნდა გქონდეს. სვამთ. ყველა ბავშვი ჭირდება თავისი მშობელის სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. უკვე შემდგომ 5-10 წამში უაზროდ განწირულად ის მოიხსენიებს ანწუხელიძეზე საუბრობს. გიორგი ანწუხელიძე, ისევე როგორც არც ერთი გმირი 2008 წლისა, არც ერთი გმირი, ვინც იბრძოდა საქართველოსთან საერთაშორისო მისიებში, არც ერთი გმირი, ვინც იბრძვის ახლაც უკრაინისა და საქართველოს პირველ ყოვლისა თავისუფლებისათვის, ვინც იბრძოდა 90-იან წლებში საქართველოს თავისუფლებისათვის, ვინც იბრძოდა მანამდე 90-იან წლებიდან მანამდე 70 წლით ადრე მაგალითად კაკუცა ჯოლოყაშვილის რაზმში ან 1921 წელს თბილისის მისადგომებთან და სხვაგან ბოლშევიკების წინააღმდეგ. ან და შემიძლია ესე ჩავყვე და არ ვიცი როდემდე ჩავყვე, ხო? არც ერთი გმირი, ვინც იბრძოდა საქართველოსთვის, უაზროდ განწირული თუ გაწირული არ არის. ეს უნდა ავუხსნათ კალბატონ წულუკიანს, თუმცა მას ეთყობა არ ესმის, კი არა, ნამდვილად არ ესმის, ის ერთგულში შეუშვებს და ის რომ არ ესმის, თვითკრიტიკული არ არის და ასე შემდეგ, ეს მისი პრობლემაა, ხო? ეს მისი პრობლემაა, რომ გარდა იმის, რომ ჯიუტია, რაღაცა მონა და ასე შემდეგ, ხო? არის თეა რუსი, წულუკიანი რუსი, იმიტომ რომ მას არ ესმის აბსოლუტურად შეგნებულად, მას არ უნდა რომ გაიგოს, რომ გიორგი ანწუხელიძე სულაც არ შესწირვია ვინმეს პიარს, ხუშტურს თუ ასე შემდეგ. შემთხვევაში სააკაშვილს გულისხმობ. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძეს სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიგზავნოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. გზელდება ეს ვიდეო. ამ კითხვას ვამთ. ყველა ბავშვი ჭირდება თავისი მშობელის სახლში და არა უაზროდ განწირული. მეგონი ვიმეორებ, მაგრამ კარგია რომ ვიმეორებ. ამ შემთხვევაში სააკაშვილს გულისხმობ. მარტივ ენაზე რომ თქვა, ეს ხო გამიმეორებია, სიმართლე გითხრათ. უპასუხოთ კი არა, პასუხობს კალბატონ წულუკიანს ერთი კაცი. ამ კაცს ქვია არჩილ ხოფერია, რომელიც ახლა უკრაინაშია ეს კაცი. და რომლის შვილიც დაიღუპა უკრაინაში. იკითხეს თუ რატომ არ არის ანწუხელიძეს სახლში და მე გპასუხობ რატომ არ არიან ჩემები ჩემი 1000-ობით თანამებრძოლი და ყველა ვინც საქართველოსთვის ბრძოლებში დაეცა ისინი არასოდეს ეძებდნენ მიზეზს დარჩენილიყვნენ სახლში. მე მადლობა მინდა გადაუხადო ცხადია ბატონ არჩილს. მისი შვილი ჯამბულად ხოფერია დაიღუპა უკრაინაში.
არ მინდა შემეშალოს დაახლოებით 2 წლის წინ და ამის შემდეგ გადაწყვიტა ამ კაცმა მებრძოლმა კაცმა სხვათა შორის რომელიც ნაომარი კაცია რომელსაც ოჯახის სხვა წევრი ჰყავდა და ჰყავს დაკარგული ომში გადაწყვიტა წასულიყო უკრაინაში შვილის ნაკვალევზე მეთქი ასე უნდა ვთქვა ამაზე კარგად ცულუკიანს ვერავინ უპასუხებს მაგრამ კვლავ მინდა გავიმეორო ცულუკიანი ამას ვერ შეისმენს რა ვინ შეისმენს კი არა რა შეისმენს ცულუკიანის ამწუხარო ამბავია რომ ცულუკიანი კი არა ესეთი ყველანი ვერ შეისმენენ ასე მაგალითად გაგიკვირდებათ და ვაჟა-ფშაველასაც ამათ მახობ ვაჟა-ფშაველა მხოლოდ ამის გალაქტიო დაბიძე რუსტაველი ილია ჭავჭავაძე აკაკი წერეთელი მნიშვნელოვანი ნიკოლოზ ბარათაშვილი ამათ ხო გონიათ რომ ეს არის მხოლოდ პოეზია კარგად გარითმა გალაქტიონმა ერთი სიტყვა მეორე სიტყვასთან ან ილიამ კარგად ჩამოვაყალიბა ეს აზრი და მხოლოდ მაგალითად გამეხსენი ჩრდილოელო რა მაქვს შენთან საზიარო აკაკისეული ეს სიტყვა მათ გონიათ რომ აი იმ ხანად შეიძლება აქტუალური სულაც არ იყო მაგრამ აი ამ კაცმა აკაკი წერეთელმა რომელიცაც სურდა რომ საზოგადოებას ის მოსწონებოდა მართლა სურდა ხო ეს ესეთი საკუთარი თვით პიარისთვის როგორც დღევანდელი სიტყვებით ვილაპარაკოთ წარმოთქვა თუ დაწერა ეს სიტყვები ახლა მე აქედან გამომდინარე კარგად არ მესმის სიმართლე გითხრათ უნდა ვუპასუხო თუ არა ქალბატონ ცულუკიანს მეორე მხრივ არ თუ მეოთხე მხრივ არ მესმის მაგრამ მეორე მხრივ თუ მეხუთე მხრივ უნდა უპასუხო რა საკვირველია და უნდა ვთქვა შემდეგი რამ ვაჟა ამბობს ცულუკიანს ნუ შეусმენია რუსეთში გზა ჰქონია მაგრამ ვაჟა-ფშაველა ამბობს ამგვარ სიტყვებს 1000 ცოცხალსა ბევრჯელა 100 ჯერ სჯობს ერთი მკვდარია მე გადავამოწმებ თქვენის ნებართვით ხო ზუსტი 1000 ცოცხალსა ბევრჯელა გადავამოწმე ბევრჯერ ეს 1000 ცოცხალსა ბევრჯელა 100 ჯერ სჯობს ერთი მკვდარია გიორგი აწუხელიძეც ჯამბულად ყოფერიაც და არა მხოლოდ ეს ორი ახალგაზრდა კაცი სხვადასხვა დროს დაღუპულები სხვადასხვა მისიებში დაღუპულები არამედ უკლებლივ ყველა ვინც არის ვინც შეეწირა ამ ქვეყანაში ან შეეწირა ამ ქვეყანას სხვა ქვეყნებში ფიზიკურად სხვა ქვეყნებში დაეცა 100 ჯერ სჯობს ეს თითოეული მათგანი 1000 ცოცხალსა ივანიშვილებს და გამობიძინებულებს საერთოდ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ და თქვათ შემდეგი რამ და მე ამაზე ვისაუბრებ სხვათა შორის დღევანდელ კონტექსტშიც 11-ის ნახევარზე იწყება ჩემი გადასავტრო გადაცემა ფორმულაზე და მეკითხოთ რომ ნახოთ არაჩვეულებრივი სტუბარი გვეყოლება სხვათა შორის რომელიც ბევრად უკეთ ახსნის ვიდრე მე ვხსნი ამგვარ ფილოსოფიაზე ილაპარაკებს მიდგომაზე ჩვენ კარგად უნდა ავხსნათ მე-10 საუკუნეში ამაზეც ვისაუბრებ ფორმულაზე კონტექსტში მე-10 საუკუნეში ჩამოყალიბდა ამგვარი თეზა მოკლედ ვიტყვი გიორგი მერჩულეს მიერ ქართლად ფრიადი ქვეყანაი მოკლედ ვიტყვი აღირაცხების ანუ ეწოდება ქართლიო იმ ქვეყანასო იმ სივრცესო რომელშიცა ჟამი შეიწირვის და წირვა ლოცვა ქართულად აღესრულების ესეა მგონი შეიძლება მეშლება სუსტი ციტირება შესაძლო არ არის მაგრამ თქვენ ხვდებით რაზეც ვლაპარაკობ გამოხდა იმის შემდეგ 11 საუკუნე 21 საუკუნეში ვართ ახლა ცხადია გიორგი მერჩულეს მასშტაბის კაცი ჩვენ არ აქვს საქართველოში მაგრამ რაღაც კოლექტიურად ან საზოგადოებრივად ჩვენ უნდა ჩამოვყალიბოთ სრულიად ახალი თეზა იმის თაობაზე რა აღირაცხების ანუ რას ეწოდება ქართლი ანუ საქართველო დღეს ჩემეული რა უფლება მაქვს მაგრამ მაინც მიდგომა ამ საკითხისადმი არის ამგვარი საქართველო ჩავიკითხავ თქვენის ნებართვით ზუსტად იმ სიტყვებს რა სიტყვებსაც წარმოვთქვამ
რა სიტყვებსაც წარმოვთქვა უკვე ვერპოულობ კონტექსტში რა სიტყვებსაც წარმოვთქვა ბოდიში ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა იყოველი აღესრულების ეს არის გიორგი მერჩული მე ვფიქრობ რომ უნდა გადაკეთდეს და თანამედროვე 21 საუკუნის საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ასე ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების ანუ საქართველოს ეწოდება ქვეყანას რომელიც სამართლიანი სამართლებრივი იდენტობა შენარჩუნებული დასავლური იმიტომ რომ რუსეთი ჩვენ ხანდახან მაინც გვეუბნება ხოლმე იდენტობას შეგინარჩუნებთ რაც ასე არ არის მაგრამ მან ჩვენს დროებაში აღარ არის ეს ოღონდ თქვენ კი ევრაზიული სახელმწიფო გახდითო ჩვენი დასავლური იდენტობა და დასავლეთზე ორიენტირებული იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ უნდა ვიყოთ ნაციონალისტები მისი აი ამ სიტყვის დასავლური გაგებით არა ნაცისტები ან ჩაკეტილები ან ევრაზიატები არამედ სწორედ დასავლეთზე ორიენტირებულები მოკლედ ჩემეული აზრით სამართლიანი სამართლებრივი იდენტობა შენარჩუნებული დასავლური ანტი რუსეთული და თავისუფალი აი ეს 6 ფუნდამენტი საფუძველი უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენს ქვეყანას თუ რომელიმე ერთი კომპონენტი თუ სწორედ სიტყვა გამოაკლდება ჩვენს ქვეყანას რომელიმე ხელისუფალის მიერ მაგალითად არ იქნება დასავლური, არ იქნება ანტირუსული, არ იქნება თავისუფალი, არ იქნება იდენტობა შენარჩუნებული, არ იქნება სამართლიანი ან სამართლებრივი, თუ რომელიმე გამოაკლდება, მაშინ საქართველოს არ შეიძლება ეწოდოს საქართველოს მისი ფილოსოფიური გააზრებით, თორე ახლა 79900 კილომეტრს გნებავთ საქართველოს დაარქვით და გნებავთ გრუზია, როგორ არის დარქმევასაც ლამობს რუსეთი, ანუ მას უნდა რომ გრუზიად გადაკეთდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. აი ეს იყო ჩემი ვიდეო ბლოგი, რომელიც სასაკვირველია პირველ ყოვლისა ეხებოდა თეა წულუკიანს და იმას რომ ეს ხელისუფლება მიდის გიორგი ანწუხელიძის და ყველა გმირის წინააღმდეგ მათ ვერ გაუგიათ რას შეეწირდნენ ისინი, დიახ. რა მაგალითი მოგცა გიორგი ანწუხელიძე მათ შორის მის შვილებს რა მაგალითი მისცა ეს ვერ გაუგიათ კია ამ ქართულგვარიან რუსებს როგორ დავამთავრებთ ვერ გეტყვით მაგრამ მე ის კი ვიცი რომ ამათი ბოგინი როგორც ასეთი რასაკვირველია უნდა დამთავრდეს და იმის 5%-საც კი არ აკეთებს ბევრი ჩვენგანი რისი გაკეთების შნო უნარი გვაქვს ჩვენ მეც გავრევა მარაკაში საკუთარ თავს იმ ადამიანთა იმ მოქალაქეთა მარაკაში ვისაც 5 მაქსიმუმ პროცენტი აქვს ვალისა შესრულებული ამ ქვეყნის წინაშე ნახვამდის